გადავხედოთ საქართველოს ნაკრების ამბებს ესპანეთთან თამაშის წინ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მადლობელი ვიქნებით თქვენი ყოველი ლაიქისთვის. იცით, ეს თამაში უფრო მომავლისთვის მზადება, რაღაც ახლის დასაწყისი. პირველი, რა ხდება გუნდში, როგორი განწყობაა. ვილის ანიოლი ამბობს, რომ ის ევროს ეიფორია გახსოვთ მორჩა და მოტივაციაც ცოტა დავარდა. მაგრამ კარგი ისაა, რომ ახლა გუნდში ახალი ენერგია იგრძნობა. თუმცა პრობლემებიც გვაქვს და თან სერიოზული. ტრაუმების და დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება მიქაუტაძე, კაკაბაძე და ქოჩორაშვილი. მეორე, მწვრთნელის ხედვა. სანიოლის აზრით პრობლემა ტაქტიკაში კი არა, უფრო კონცენტრაციის და დისციპლინის ნაკლებობაშია. ამიტომ მთავარი აქცენტი ახლა კეთდება ახალ სახეებზე, რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდოს. სხვათა შორის ყურადღება მიაქციეთ დებიუტანტს, იური ტაბატაძეს. ის ესპანურ კადისში მართლა კარგ სეზონს ატარებს. და ბოლოს, ჩვენი ლიდერები. აქ ნამდვილად კარგი ამბებია. ხვიჩა კვარაცხელი ამბობს, რომ ბევრად უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია და მზადაა გუნდს დაეხმაროს. გიორგი მამარდაშვილი კი ლივერპულში ფაქტობრივად შეუჩერებელია, ერლინგ ჰოლანდსაც კი აუღო პენალტი, წარმოგიდგენიათ? და კიდევ ზურიკო დავითაშვილისკენ თურქული ბეშიქტაში იჩენს ინტერესს. მოკლედ ნაკრები ამ საკვალიფიკაციო ციკლს ასრულებს და მთელ ყურადღებას უკვე მომავალ გამოწვევებზე და გუნდის განახლებაზე აკეთებს.